ოქროს სახლი, ჯონ როუ. ეს იყო არაჩვეულებრივი დასახლება. ათასობით კარავი გადაჭიმული იყო ირგვლივ. ცენტრში კი იდგა ოქროს კარავი. შავი და რუხი კარვები, რომლებიც არც სილამაზით გამოირჩეოდნენ და არც მომხიბლაობით უდაბნოში მოხეტიალე ხალხისათვის ნავთსაყუდელს წარმოადგენდნენ. ეს არ იყო რომელიმე პატარა ტომი, არამედ 12 შტოსაგან შემდგარი ერთი ერი, ისრაელიანთა ერი, რომელიც რამდენიმე მილიონ ადამიანს მოითვლიდა. როდესაც უამრავი მამაკაცი, დედაკაცი, ბავშვი და პირუტყვი მოძრაობაში მოდიოდა, ეს დასახლება იღებდა გიგანტურ სახეს. 3 ტომს ეკავა აღმოსავლეთი მხარე, 3-ს დასავლეთი, 3-ს სამხრეთი და კიდევ 3-ს ჩრდილოეთ მხარე. ცენტრში კი აღმართული იყო ფარდით გადაფარებული ოქროს სავანე, უფლის სახლი. დაბიო შავი კარვები და ღმერთი ზიდებული სავანე დიდად არ ჰარმონირებდნენ ერთად. ასევე არც ხალხს ჰქონდა შეთანხმებული ურთიერთობა ღმერთთან. ყოველ კარავში, ყოველ ოჯახში გაისმოდა წუხილის და კვნესის, კამათის და სამდურავის ხმა. რასურაც დავინახავდით, რომ შეგვეხედა კარვებში და მოგვესმინა თუ რაზე საუბრობდნენ იქ მცხოვრებნი, რა ხდებოდა თითოეული მათგანის სულში. ჩვენ დავინახავდით და მოვისმენდით იმას, რაც დღესდღეობითაც ბინადრობს ადამიანთა გულებში. ეგოიზმი, სიამაყე, გარყვნილი ფიქრები, ბოროტის რახვები და თვით სიძულვილიც